კომბლეს ორი ცხვარი ჰყავდა და ყოველდღე მინდორში საბალახოდ უშვებდა. ერთ საღამოს შინ მიმავალ ცხრებს მელია შემოხვდა. ვისი ცხრები ხართ? კითხა მელიამ. კომბლესი. უპასუხეს ცხრებმა. კომბლე რა კაცია? კომბლე ის კაცია, რომელიც კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინ ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებს. მეშინია თქვენი კომბლესი, მიუგო მელიამ და გაიქცა. იარეს ცხრებმა, იარეს და შემოხვდათ დათვი. ცხრებო, ვისი ხართ? კითხა მან. კომბლესი, უპასუხეს ცხრებმა. კომბლე რა კაცია? კომბლე ის კაცია, რომელიც კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინ ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებს. მეშინია თქვენი კომბლესი, მიუგო დათვმა და გაიქცა. განაგრძეს ცხრებმა გზა და შემოხვდათ მგელი. ცხრებო, ვისი ხართ? კითხა მან. კომბლესი, უპასუხეს ცხრებმა. კომბლე რა კაცია? კომბლე ის კაცია, რომელიც კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინ ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებს. არ მეშინია მე თქვენი კომბლესი, მიუგო მგელმა და აღო პირი და ორივე გადასასლა. ცხრები შინ რომ არ დაბრუნდნენ, კომბლემ ჭერიდან კომბალი ჩამოიღო, მხარზე გადაიდო და მათ საძებნელად გაეშურა. მიდის კომბლე და მინდორველს ათვალიერებს, გზად მელია შემოხვდა. მელიავ, ჩემი ცხრები ხომ არ გინახავს? კითხა კომბლემ. არა, მიუგო მელიამ. აბა კბილები დაკარიჭე. დაკარიჭა მელიამ კბილები და ჩიჩია არ ქონდა. განაგრძო კომბლემ გზა, ბევრი იარა თუ ცოტა. დათვი შემოეყარა. დათო, ჩემი ცხრები ხომ არ გინახავს? კითხა კომბლემ. არა, მიუგო დათვა. აბა კბილები დაკარიჭე. დაკარიჭა დათვმა კბილები და არც მას ქონდა ჩიჩია. კომბლე წავიდა და ახლა მგელი შემოხვდა გზად. მგელო, ჩემი ცხრები არ გინახავს? კითხა კომბლემ. აბა კბილები დაკარიჭე. დაკარიჭა მგელმა კბილები და ჩიჩია ჰქონდა. გაბრაზებულმა კომბლემ თავისი კომბალის დრუზა და სდრუზა. მგელს მუცელი გაუჭრა და თავისი ცხრები ამოიყვანა.